მოგესალმებით, ეს ჩვენი პატარა რექსი, დღითი დღე იზრდება. ჭამაში და ძილშია. დღეს უკვე მარტის ბოლოა და გადავწყვიტე გადავიღო ვიდეო. ყვავის ეზოში დავაფიქსირო. გესმით ჩიტების ჟღურტული გამოთვა რამოდენიმე დღეა წვიმდა. დღეს როგორც იქნა დილიდანვე წვიმდა, ახლა ცოტა მზე გამოვიდა. ნიურა ყვავილები გადაიპენდა. ესეთი უჩვეულო ხუჭუჭა ნიურა ყვავილებია. ესეთი სილამაზია. სველებია. ეს ჩვეულებრივი უბრალო, მაგრამ როგორი ლამაზები. მიყვარს ძალიან ნიურა ყვავილები. ეს ის ხუჭუჭა. წვიმებში ალპება ხოლმე საერთოდ, ახლა კიდე არა უშავს. კარგად გამოიყურებიან. დღეს კათებთან არ ჩავსულვარ. ჩავაბარებ, ნახავ. კვერცხებს ვაგროვებ. მაგრამ რა ვიცი, ჯერ არც ერთი დედალი არ მომიკრუხდა. იმედი არ გამიფუჭდება ეს მოგროვილი კვერცხები. მინდა წელსაც დავსვა კრუხი. პიონიც ამოვიდა. ეს თეთრი პიონი არის, რატომღაც ვარდისფერი პიონი იგვიანებს. ჯერ არ ამოსულა. რატომ არ ვიცი, იმედია არ გახმა. მაგერ არა უჩენს პატარა კვირტები. ეს ნიურა ყვავილიც სხვანაირი ჯიშის არის, ძალიან უბრალო თეთრი ყვავილები აქვს. მოგვიანებით ყვავის. ასეთი სილამაზეებია. ტიტები ჯერ არ ყვავიან. პირველები თეთრი ტიტები ყვავიან ხოლმე. ადგილას მაქვს თეთრი ტიტები, ვნახავ. ჰორტენზია. მორბის ჩემთან, მორბის. რაო. ой, ხილად. ხებში მედება. რიქს. ეს იები. სულ თამაში უნდა. აბასაც შეხვედი. ხო იცი არ შეიძლება. გამოდი არ შეიძლება. შროშანებიც ამოვიდა. რა ვიცი, ვაჩვევ ძაღს რომ არ შემოვიდეს აქ, მაგრამ ჯერჯერობით არ ისმის. იმედია შროშანებს არ დაამტვრევს.
ის სათამაშოს დაათრევს. აქ ესეთი სიტუაცია, ნიორი გვერდით ხახვი ჩაუთესე, უბრალოდ ჩავრგი. გუწვინებში ამოსულა ხახვებით. პატიებია. რექს. ისინი წაგართე ახლა სათამაშოს. მომეცი. არ მაძლევს. ეს ჩემი ბოსტანი. აქაც ხახვი ჩავრგე. ამოუბარეოდნო. დანარჩენი ჯერ კიდევ აი სიდერატები რომ დავთესე შემოდგომით. ასია გადაპენტილი, გამწვანებული აქავრობა. სარეველა ბალახი არ ამოსულა აქ. ადვილად ბარით აქ ჩაიბარება და მე ჩითილებს ჩავგავ. აქ მაქვს თეთრი ტიტები. მალე გაყვავდება. მაღლებია. კუკრები. აი აქაც არის ნიორა ყვავილი, ეს საერთოდ სხვანაირი ჯიშის არის. ლამაზია. უჩვეულო. აი როგორი ლამაზია. რექს არ შეიძლება. აქ მინდოდა აქაც ვარდებს შუა ჩამერგა ნიორები, მაგრამ მე გადავიფიქრე ვარდები ძალიან ახლო არის და დაუშლის. მე ამ ნიორასაც გადავიტან სხვაგან. დღეს მთები ასე გამოიყურება. ბურუშია. მწვერვალები დათოვლილია. ციოდა ამ დღეებში. თაში თოვლი მოვიდა. ეს ჩვენი ვენახი. მეუღლემ უკვე დააკავა. კულტივაცია საჭირო, მაგრამ წვიმები რო არის, ვერ შედის ტრაქტორით. სველია მიწა. სარეველა ბალახი ამოსული, მაგრამ არ ავგლეჯავ. ნახეთ როგორი ლამაზად ყვავის ეცოდება. იები ამოვიდა ამ ბალახებში. აქ მაქვს კიდევ ბევრი იები, ქათმებმა კი გააფუჭეს. მაგრამ რაც დარჩა, ასეთი სილამაზია. საერთო ხიდი. მწვანილები ვნახოთ, აბა ერთი დავთესე. სანამ წვიმები დაიწყებოდა, ეს შარშანდელი მწვანილი არის. ოხრახუში.
დედარგო რა მოსულა. გასაგებია რომ დათესავდა ამოვა რაღაც, მაგრამ მაინც რო ხედავ ამოსული რო არის, გიხარია. წვიმებიც მოუხდა. აქ წიწმატი დავთესე და კიდევ რაღაც მწვანილი აღარ მახსოვს. წიწმატი არასოდეს არ დამითესია, მეზობელმა მომცა. აქ ჭარხალი მაქვს. იცის უკვე არ შეიძლება აქ შემოსვლა. აქ ქინძი დავთესე. ქინძი ჯერ არ არის ამოსული. ეს ჩაკალმებული ვარდები. ნახოთ რომელი გაიხარებს. ვარდებსაც უკვე აგერ რამხელა ყლორტები აქვს. კარგია. აქაც ასეთი სილამაზეა. გზის პირას მიორა ყვავილები ყვავის. და მოვიწყდა მხეს რა ქვია, ყვითლად რო არის გადაპენტილი. თეთრი ტიტები გაყვავებულა უკვე. ხო თქვი პირველები თეთრი ტიტები იწყებენ ყვავილს. ასეთი სილამაზეები. აი მეგონი 1000 ჯერ თქვი უკვე ასეთი სილამაზეები თქო. მაგრამ რა ვქნა, ნამდვილად სილამაზეებია. ნახეთ. აი ყოხტათ ყვავის. ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც აყვავდა ეზოში. ტიტებიც ძალიან გამრავლდა. მომიწევს წელს ტიტების ამოღება და განაწილება. არ მახსოვს ამ ყვავილს რა ჰქვია. თეთრი ტიტები ერთად მქონდა და მე ამერია წითლებში და ესე აქ-იქ არის ამოსული. აი აქაც ეტყობა რომ თეთრი ტიტა, ისიც გაყვავდება მალე. ნელა ჩამოვედით ქათმებთან. ხეებიც რა თქმა უნდა უკვე ძირითადად ტყემლები და არ ურჩა ყვავის. ძალიან სასიამოვნო სურნელი დგას აქ. ქათმები. ჩემი ბუნჩულა ქათმები. დაგურავენ ამხილები. ვარდებს გავუკეთე ბამბუკისგან.
საფხურში იქნება აქ სილამაზე. ლეძი ოფშალოდ არის აქ დარგული და ყვითელი ვარდები იქნება. აწვანდა მთელი ეზო. რა უნდა მიჩვენებინა, მუსკარები გაყვავდა. კროკუსებიც იყო და რატომღაც კროკუსები არ ამოვიდა წერს. ესეთი მუსკარი, ან სომხური ხახვი ჰქვია ამას. ბოლქვებით მრავლდება. თესლი კი რო ჩაიყრება მოედება ხოლმე, მაგრამ ხაკ მარგლი ხოლმე თოხი ხდება ხშირად და იმიტომ აქეთ აღარ ამოვიდა ეტყობა, მარტო აქ არის ჩაყრილი თესლი. ამით დავასრულებ დღევანდელ ჩემს ვიდეოს. ამის შემდეგ ახალი რამე რო გაყვავდება, კიდევ გადავიღებ. ნახვამდის.